შეინოვიების. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუა დღის პოლიტიკა FM 98.5-ზე რადიო სივრცის ეთერში ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან თბილისის დროით 14 საათი და 10 წუთია. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს და საკითხებს. იმ თემებს, რომელსაც მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობს და ჩვენ ხედავთ, რომ ამ გაზაფხულის სეზონზე სერიოზულად აქტიური მუშაობა წარიმართება პარლამენტში, გულისხმობ ახალ კანონ პროექტებს, რომელიც პრაქტიკულად სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული და გულისხმობ საგამოძიებო კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბაჩო ოდიშარია, კინომცოდნე, ტელეწამყვანი და ჩვენი თემა იქნება ამ შემთხვევაში ძალიან ესეთი ფოკუსირებული და ლოკალიზებული ერთ კონკრეტულ საკითხზე. ამას ქვია, რა ვიცით, deep state-ი როგორც ასეთია, ეს წავუმძღვარე მე სათაურად, რა ვიცით deep state-ის შესახებ და იმიტომ რომ ბევრი მითქმა მოთქმა ვრცელდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით, ზოგს არჯერა, ზოგი ვერ იგებს ეს რას ნიშნავს, ერთგვარი ბუნდოვანება მაინც არსებობს, თუმცა თანდათანობით როგორც ყველა ესე ვთქვათ კამპანიას ახასიათებს, თანდათანობით ყური უკვე ამ ტერმინს შეეჩვია და მიხვდა და რაღაცნაირად გაიგო და დაახლოებით რაღაც წარმოდგენილია უკვე რომ ყოველ შემთხვევაში ადამიანები ხედავენ რომ არსებობს რაღაც დაპირისპირება, არსებობს რაღაც საპირწონეები, ხო ხდები? ერთ მხარეს ერთია, მეორე მხარეს სხვა რამეა და მოკლედ ჩვენ ვილაპარაკებთ სწორედ ამაზე. სხვათა შორის მე ნახე ბაჩოს აქვს თავისი პლატფორმა, ეთროკი, სადაც მან გუშინ თუ გუშინ წინ მიუძღვნა რაღაცა პატარა ესეთი ტელებლოგი, ვიდეო ბლოგი, ესე ვთქვათ, ამ თემას და მან დაახასიათა მოკლედ სწორედ ეს deep state-ის შესახებ და ერთგვარ რაღაც ციკლში ბოლონდროიდელი რაღაც პუბლიკაციების ხშირად სხვადასხვა პარალელით, მხატვრული პარალელით აღწერს ხოლმე, რომ ადამიანებს მის აუდიტორიას გააგებინოს დაახლოებით რა იგულისხმება ხოლმე იმ პოლიტიკურ ბატალიაში, რომელიც ფრონტის ხაზი გადის სწორედ აი აქ. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ უკვე ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტად იყო შესამჩნევი რომ დაპირისპირება უკვე აღარ ხდება ქვეყნის შიგნით, არამედ ლაპარაკი არის უკვე გარედან წამოსულ დაპირისპირებაზე, უცხო ქვეყნის ინტერესებზე, რომლებიც ფიგურირებს საქართველოში და რომლის манипуляция და წარმართვა ხდება ადგილობრივი მათი მოკავშირეების მხრიდან, თუმცა როგორც პოსტსიმართლის ეპოქას ახასიათებს, ერთი არის ინტერესები და მეორე არის ის სახელწოდებები და ფუტლი არის, რაშიც ეს არის შეფუთული და ამას რა თქმა უნდა ყველაფერს ქვია ძალიან კეთილშობილი და ამაღლებული ტერმინები. მაგრამ როგორც დღეს ნებისკვირაა და როგორც ახარებაში წერია, საქმე მან შენმან გამოგაჩინოს შენ და ჩვენ პირველ რიგში ვცდილობ დავინახოთ ის საქმე და ნაყოფი, რაც ამას ახასიათებს. შენთვის სად არის და როგორია deep state? იდეაში ამ თავარი ფანდი რასაც ვაწყდებით ჩვენ deep state-თან საუბარის შემთხვევაში არის რომ საპირისპირო აზრი არის ძალიან აბსურდული, მაგრამ გამჯდარი, მაინც კონკრეტულ მიკროსეგმენტში, რომ deep state-ი არის ფიქცია. და შენ ხედების კვირა ახსენე და სახარება და მე ბოდალერს გავახსენებ რომ ეშმაკის ყველაზე კარგი ფანდი იყო ის რომ მან დაარწმუნა ურწმუნოები რომ არ არსებობდა. ხო და დაახლოებით ეგეთი სცენარი არის რა, იმიტომ რომ თუ საპირისპირო მხარე არის ის რომ კიდევ state-ი არსებობს, მაგრამ და მე გაშლა მან გიწევს უკვე შენ რომ დისკუსიაში შეხვიდე. და როდესაც გიპირისპირებენ რომ შენ მოგონილ რაღაცაზე ლაპარაკობ, საავტომობილო ყურდღელი აქვს ამერიკელებს, ხო, რომელიც არის მოგონილი პერსონაჟი. ხო, შენ თუ მოგონილ პერსონაჟს ლაპარაკობ, მაშინ გადის უკვე ის რწმენითი კატეგორია არის რა. ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის როგორც საზოგადოებისთვის, რომ ამ სიცრუის მატრიციდან გამოვიდეთ. ვისაც აქვს ეგ ილუზია, რომ deep state-ი მოგონილი ამბავი არის და არ არსებობს. იმიტომ რომ ანუ ერთი არის შენ წარმოდგენა რაღაცას, მეორე არის ფაქტოლოგია, ხო? ან ჩვენ გვაქვს ისტორიული ფაქტებით გამყარებული დღევანდელი მოცემულობით გაგრძელებული რომ deep state-ი რომელიც არის
რომელის შემადგენელიც არის მრავალი კომპლექსური ნაწილი, რაც იქნება დაწყებული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსიდან, მეგაკორპორაციებიდან. Ну, მეგაკორპორაციებს მაგალითად პირდაპირ შეგვიძლია ხო ვილაპარაკოთ, რაზე არის საუბარი, ეს არის BlackRock-ი, ეს არის Vanguard-ი, ეს არის State Street-ი, რომელიც ჯამში 30 ტრილიონამდე თანხას 30 ტრილიონ დოლარს განაგებენ, მათ ერთმანეთს ფლობენ და მათ აქვთ კოლოსალური გავლენა როგორც საჯარო პოლიტიკაზე, ისე ეკონომიკაზე, ისე მედიაზე, მათი გამოისობით იქნება როგორც პოლიტიკური, ისე იდეოლოგიური ნარატივები, ხო? ან იდეაში დაინტერესება არის ერთადერთი, რაც უნდა გაგაჩნდეს ამ საკითხის ირგვლივ, რომ ხელშესახები გახდეს შენთვის და აღარ გეგონოს, რომ ესაა საღდგომო კურდღელი. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ ფაქტებზე ვილაპარაკოთ, სად გამოჩნდა ყველაზე კარგად Deep State-ის ხელი, სად გაიშიფრა ყველაზე მეტად, შეგვიძლია დავიდეთ წარსულს, შეგვიძლია დავუბრუნოთ ათს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ხშირად აი მე ესეთ რაღაც პატერნს ვაწყდები ხოლმე, რომ აი რო გთხოვენ ხოლმე, რომ აბა მითხარი ვინ, აბა მითხარი რა ქვი, აბა როგორ, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ნაცადი ფანდი, როგორც ჩვენ თქვი, იმისათვის რომ შენ თუ რაღაც კონკრეტულს მოიყვანდა, აი თქვა, აბა BlackRock-ი, ანუ BlackRock-ია პრობლემა, ესე იგი რა შენ ჩვეულებრივ კორპორაციას აბრალებ, რომ თელ სოფლიოს მათავარ, ეს ხდება უტრირებით, ხდება ამ პოლემიკაში არგუმენტის შემოტანა და იმის გაქარწყლება. ისე მე აქამდე რატომღაც არ მიფიქრია, მაგრამ ეხლა ვიდაინერენ ეს ნებისკვირაა და შენც ეს ახსენე, ერთ-ერთი პირველი მაგალითი სწორედ სახარებისეულ ისტორიას უკავშირდება რა, ამ Deep State-ის, იმიტომ რომ ეს მაინც არის ისტორია, რომელიც მიუხედავად მორწმუნეობისა, ყველა ზოგადად მაინც იცის რა, ზოგმა შეიძლება უფრო სიღრმისეულად იცის, როდესაც სახარებას კითხულობ და მით უმეტეს აი ბოლო ჯვარცმის წინა პერიოდს. იქ ზუსტად ესე აღწერილი, რომ მთავარი მამოტივირებელი იმ კლასის, რომელიც სხვათა შორის არასახელმწიფოებრიობა დაკარგულ ქვეყანაში რეალურად მართავდა სოციუმს, აი ეს ელიტა, სასულიერო ელიტა, ებრაელების, რომლებიც პირველ რიგში ხედავენ კონკურენტს. მასში, რომლებიც და ხედავენ საკუთარი ძალაუფლების დაკარგვას. საერთოდ არ დგას იქ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი, ხო, ეს მესია არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის არ არის მესია, იმიტომ რომ ის რომ აღიარონ მესია, ნიშნავს, რომ დაიშალა უკვე მთელი მასში შექმნილი იერარქია და ჩვენ ვხედავთ მაცხოვრის სამწლიანი ცხოვრების დამაგვირგვინებელი რაღაც აქტი, ეს არის დიდების შესვლა იერუსალიმში, რომელიც ბზობა ამიტომაც აღინიშნება და აქედან ძალიან მალე ვხედავთ აი იმ რეალური Deep State-ის მოქმედებას, თუ როგორ მთელი ის ერი, რომელიც ეგებებოდა იერუსალიმში მაცხოვარს, შემდეგ არის შეტრიალებული გადატრიალებული ესე ვთქვათ თავისი შეხედულები და მეორე უკვე ითხოვს ჯვარცმას და ბარაბას გათავისუფლებას, ხო? ეს ძალიან ესეთი შედარება მოვიყვანე, მაგრამ სიღრმეებშიო წახვიდეთ და რო განიხილო. იმიტომ რომ დღეს უკვე არსებობს მაგალითად გვერდი ვიკიპედიაში, თავის დროზე არ იყო, აი რომ ნახო რა არის Deep State, ხო? და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე. სხვადასხვა ქვეყანაში ოდნავ განსხვავებულ რამეს ნიშნავს, მაგრამ ლაპარაკი არის, ეს შეიძლება იყოს მართლა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, რომელიც ასევე მეგაკომპანიებია, ფინანსური ინსტიტუციები და ბიუროკრატია. ამერიკის შემთხვევაში ყველაზე მეტად ლაპარაკია ბიუროკრატიაზე, რომელიც უკვე თავის როლს რო ირგებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა, შემდეგ უკვე თავის ინტერესებს იგონებს, რომ მან იქ რაღაცა უნდა აკეთოს და სხვაშორის ეს ფინანსურადაც ცნობილი მექანიზმია, რომ თუ კი რაღაცა დაფინანსება ჩდება, ან თქვა რაღაც პროექტის რო X ფულს გამოყო, პროექტის მენეჯმენტი აუცილებლად შეეცდება, რომ პროექტი ისე შეასრულოს, რომ ეს თანხა მთლიანად აითვისოს, ანუ ის სივრცე ყოველთვის ივსება, რაც არის სივრცე, ესე ვთქვათ, არ რჩება. და ლაპარაკია იმაზე, რომ შემდგომ აი ესეთ რაღაცა პლანქტონებს უჩნდებათ უკვე თავისი ინტერესი. ჩვენ ამას პირველ რიგში ყველაზე კარგად ვხედავთ საქართველოში, სწორედ ამ NGO სექტორის მოდელზე, იმიტომ რომ მან იცის, რომ ერთის მხრივ, როდესაც თავიდან ის შეიქმნა, რაღაცა ინტერესის გამო, ხო, ვთქვათ, რაღაცა ტიპის სპეციალისტები შეიკრიბნენ ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აბსოლუტურად ღატაკ ქვეყანაში, საჭირო იყო საგარეო დაფინანსება, პროექტად ჩამოყალიბება და მე როგორც ქველმოქმედების სახით ჩვენ გვეხმარებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში
შენ უკვე ხვდები რომ საჭიროა რომ გაამართლო შენი არსებობა და უკვე იგონებ რაღაცა იჭირავს ის პოზიცია რომელიც ერთხელ უკვე დაიჭირე და შენი საჭიროების ვალდებულებას აგზნობინებ დონორსაც და ადგილსაც ხო აი კლასიკური ჩემთვის კლასიკური მექანიზმი ეს რას ქვია რანაირად მოქმედებს არის სწორედ ეს უბრალოდ ეხა ლაპარაკობთ ჩვენ ამ ტიპის რაღაცა ფენებზე ოღონდ საზღვარგარეთიდან რომელსაც აქ რაღაც ითხოვს ხო მანდაც ანუ ერთი შესწორებას შევიტან იმას რომ მე მგონია არაა შემოსადანი მაგ ნარატივში იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი წარმოდგენების საგანი ანუ ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურად შეუძლია მოიგულოს ინფორმაცია და შეიძინოს ცოდნა იმას დაკავშირებით რას წარმოადგენს და რა წარმოადგენს deep state-ს ან მე მგონია რომ ესაა deep state უკვე თავის-თავში არის მოცემულობა იმიტომ რომ ეს არ არის ის რომ მე ესე დავინახე და ჩემი ინტერპრეტაცია არა ან ჩვენ ვიცით ზუსტად როგორი მოქმედების სქემაა ვიცით თავის დაწყებული ეკონომიკური მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, მედია მიმართულებით, NGO მიმართულებით, ბიუროკრატია, ეკონომიკური ელიტები, მილიტარისტული კომპლექსი, ბიუროკრატია ეს ის აღარ არის რომ ნეტა რა შეიძლება რომ იყოს. შენ ახლა უკვე აღწერ მოქმედების, ანუ შენ იძა ლაპარაკობ იმაზე რომ მე ვხედავ ეს როგორ მოქმედებს, როგორ არის გოლები ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ რიტორიკაში ტერმინი შემოდის, მას უფრო ადამიანის ხურსის უფრო რაღაცა გეოგრაფიულ აღნიშნულად ხვდება. რა გაგებით, იცი რომ ამას უნდა ქონდეს სადღაც სათავე, ხო? სადღაც იქ მიდიხარ. რა ეხა საბჭოთა კავშირი იყო უამრავი უდიდესი ტერიტორია, მაგრამ მაინც ცენტრი სად არის? ცენტრი არის მოსკოვში. მოსკოვში სად? კრემლში და ბოლოს სტალინის ოთახამდე და მის თავამდე მიდიხარ. ცენტრი არის ამერიკა, ეგეც შეგვიძლია ჩვენ წარმოდგენაში სამყარო ეს იერარქიულია. შენ კი ხედავ ამ რაღაცა მოქმედებას და ბევრ რაღაცაში ხედავ ამ კვალს. მაგრამ როგორც კოზანოსტრა სიტყვაზე, მაგრამ იქ სადღაც უნდა მივიდე ცენტრში. მაგრამ თუ არ იქნება ამერიკაში და რებრენდინგს დაჭირდება, ეს გახდება ბრიტანეთში, გეოგრაფიული ერთეული, ანუ მან ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არის ალბათ, თუ ეხლა ვიღაცას მაგ ეგ ადარდებს რო აიმე და საიდან მოდის და რატომ გახდა ანუ ეს მივაკრათ ხო მაშინ ეგ არის ეს ხო გუშინა დღეს არ შექმნილა რატომ გახდა დღეს აქტუალური და რატომ დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი ბაიდენის ადმინისტრაციამ გახდა ალბათ ყველაზე მეტად რამაც გააქტიურა ტრიგერი რაც ხო იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ რეალურად ხელდასმული და მართვადი პრეზიდენტი ყავდა ამერიკას წინ ადმინისტრაციაში. იმიტომ რომ ყველაზე მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ადამიანი ყველაზე მეტად მის დროს გამოჩნდა. ეს ლევის ფოტოლი გახდა გამჭვირვალე და ვეღარ დაიმალა. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ თეთ სოფლიო უყურებდა ადამიანს, რომელიც აშკარად არ იყო ქმედუნარიანი. ხო, მინიმუმ ქმედუნარიანი იმისთვის, რომ ყველაზე ძლევამოს სახელმწიფოს პირველი პირი ყოფილიყო. მაგრამ ჩვეულებრივ ამერიკა განაგრძობდა ისევ ჰეგემონურ სახელმწიფოს იდეის გავრცელებას თელ სოფლიოში, ამ დროს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ამ დროს ბაიდენის პირობებში გამოჩნდა ყველაზე დიდი როლი და კვალი ამ ომთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს იყო ალბათ ყველაზე მეტად თვალსაჩინო ეპიზოდი, თუ ეხლა რაღაც წარსულში არ წავალთ და 30-იან წლებში. როდესაც 30-იან წლებში არსებობს სასამართლოს ჩანაწერები, როდესაც Deep State-ი რეალურად გეგმავდა, რომ პრეზიდენტი შეეცვალა და თავისი მარიონეტ პრეზიდენტი დაესვა. რომელზეც არავინ არ გასამართლებულა, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს და ეგ ფაქტი ვიცით, ხო? მაგრამ ჩვენ უყურებდით 4 წლის განმავლობაში, რომ ამერიკას მართავდა გულისებში არსებული ძალა. ხო, მაგრამ აი დასავლეთის აპოლოგეტები იძახიან, რომ ჩვენ რაც მოგწონს, რატომაც გვინდა რომ ვიყოთ დასავლეთი, არის ის, რომ იქ არის ძლიერი ინსტიტუციები, რომლებიც არ არის ადამიანს, ანუ სწორედ ეგ მოწონთ, რომ არ არის ადამიანზე დამოკიდებული, ეს არის რაღაცა აი ეს ინსტიტუციები, სადაც ადამიანებს აქვს ალბათ კონკრეტული თანამდებობის ადამიანებს უკვე ფუნქციის როლი, ისინი არიან არა რაღაცა სუბიექტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, ანუ ფუნქცია, რომელიც პრაქტიკულად, ანუ რეალურად შეიძლება ხელოვნური ინტელექტით ეს ძალიან ჩაანაცვლა, ალბათ თუ ეგ ფუნქციამდე დაიყვან, ხო, რაღაც ბიუროკრატიას და რასაც შენ ამბობ, რომ ანუ ადამიანი შეიძლება იყო რაღაც დაბერდა უბრალოდ რა, მაგრამ ჩვენ ვიცხოვროთ ეგეთ პირობებში, ბრეჟნევის დაბერდა, ხო, სადღაც და მე ეს ქვეყანა მაინც არსებობდა. რა თქმა უნდა, მე იმ პრობლემას ხოთა შორის ეგ დაშალა გვიან პერიოდში, სწორედ მაშინ დაგროვდა ის.
პრობლემები და სხვათა შორის ერთის მხრივ ის ოქროს ხანაა ბრეჟნევის ისა რაღაც კულტურის აყვავების თვალსაზრისით და ვიღაცები მისტირიან, მაგრამ რეალურად აი ამ გაჩერების პერიოდმა შემდგომ უკვე ვერც პერესტროიკა მოშველა და ეს ყველაფერი დაიშალა და ბევრი ლაპარაკობს, რომ შესაძლოა სწორედ იგივე ფენომენთან მქონდეს ეხლაც საქმე. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როდესაც აი ტრამპმა ახალმა პრეზიდენტმა დაიწყო რაღაცა ნაბიჯების გადადგმა და პირდაპირ ღიად ლაპარაკი მის წინააღმდეგ და უცებ ჩვენთან ჩვენს რაღაცა ავტორებში მე დასავლეთი ავტორებში უცებ ჩდება რაღაც ახალი ტიპის რიტორიკა, რომ ხო რა თქმა უნდა, აი ვოუკიზმის ცუდია აბარა და ეს ლიბერალიზმის ხო კიდე თავისი პრობლემებიც აქვს, ცხადია აბარა და ეს იყო ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი, იმიტომ რომ მათგან იმ დროს, როდესაც ანუ ეს პრობლემები გროვდებოდა, გენერდებოდა, არაფერს გავს არ ლაპარაკობდნენ. ანუ ამაზე აბსოლუტური დუმილი იყო და შემდგომ ერთჩვენიერ დღეს ხო ნუ ეხა ამაზე ხო თითქოს ჩვენ სულ ლაპარაკობთ, რა ეხლა გაიგეთ ისევე როგორც რა თქმა უნდა რადიო თავისუფლება ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დააფუძნა, აბარა ეხლა რა წერია ყველგან არ იცოდით. ანუ აი ეს გადასვლა ერთგვარად რისი მიმართითებელი, ანუ როგორი არის ბმა უცხოურ აი ამ deep state-სა და ჩვენს ადგილობრივ ფილიალს შორის. ხო, ანუ არის რაღაც რაც შეგიძლია, მათ შეუძლიათ, რომ გააკეთო კომენტარი და აღიარება. მაგალითად, თუმცა ცალკება მე ვიტყოდი. ხო, არის, რა თქმა უნდა, ხა მაგალითად წინა წლების მანძილზე სქესი არ იყო 2 და მას შემდეგ რაც ტრამპმა საგანმანათლებლო დონეზე აკრძალა ორის გარდა სხვა სქესის გამოყენება, უცებ აღმოჩნდა, რომ უითურმე ორი ყოფილა მათთვისაც. არის რაღაცები, რაც შეიძლება ხო, რომ დათმობაზე წავიდეს ნეოლიბერალი ქართველიც. შესაძლოა, იმიტომ რომ დავალების ხარისხს აქვს მნიშვნელობა აქვს და რამდენად შესრულებადი არის ეს დავალება. შესაბამისად ის რომ მაგალითად ხო ანუ რადიო თავისუფლება თუ ვინმე მარიცის რომ სადაზვერვო სამსახურებია და რაღაც ნედის და USAID-ის და მსგავსი ორგანიზაციების საშუალებით რო არაერთი გადატრიალება არის დაფინანსებული და ამერიკის ხმაც მათ შორის რომ ამ უყურებ მან მედიის და იმის კავშირი როგორია რა ანუ რაც ტრამპმა აკრძალა რა მაგრამ ნუ რამდენად ის იქნება საფუძვლიანი ეს აკრძალვა გამოჩნდება იმიტომ რომ ერთი არის რაც კონკრეტული უკვე დაბინძურებული და სახელშელახული და გამოაშკარავებული ორგანიზაციები გააუქმა მეორე არის როგორ ჩაანაცვლებდა იმ სივრცეს რით შეავსებ ხო ამიტომ ჯერ ამ პროცესს ვაკვირდებით ჩვენ ანუ ეს რებრენდინგი არის თუ დემონტაჟი ესაა გასარკვევი მაგრამ ან მაგალითად ის რომ სიტყვაზე რადიო თავისუფლება ამერიკის ხმა რომელიც ძალიან კონკრეტულ იდეოლოგიას და მედია ნარატივებს და რეალობის манипуляციას ეწევა მთელ სოფლიოში ისეთ ქვეყნებში რომელშიც დიპსტეიტისთვის საჭირო არის რომ ხელისუფლება შეიცვალოს იქ ამას ეძლევა ისეთი ინტენსივობა რომ შექმნას მყარი იდეური და იდეოლოგიური საფუძველი იმისთვის რომ გაატრიალება განხორციელდეს შემდეგ უკვე NEDIS და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების ფინანსური ჩართულობით აქტივისტების დატრენინგებით და ასე შემდეგ და ისეთ ქვეყნებში სადაც არ არის აუცილებლობა ცენტრალურ ევროპაში სადაც არ არის აუცილებლობა რომ რეჟიმი შეიცვალოს რევოლუციის გზით იქ ნუ ამას აქვს რბილი ძალის ფორმა და ფორმატი და როგორც მედიას შეიძლება კონდეს საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მაგ მიმართულებით შეუბრალოდ მსახურობენ თავიანთ დამკვეთებს ხო რო კითხო ჟურნალისტს გეტყვის რადიო თავისუფლების რო არა აი რომელიღაცა ყოველწლიურად რაღაც პრიზებს ხვადლებენ ერთმანეთს და აი რაღაცა ნასტასია არაბული მიიღო რაღაც ევროკავშირი რაღაც პრიზი არ მოხსოვს და მე აქვს რაღაც ნახე რაღაც ნაწყვეტი ხვდები რას ლაპარაკობ მე როგორ მიყვარს ჟურნალისტიკა ის პროფესია სრული თავისუფლება აქვს ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა სრული დამოუკიდებლობა ანუ ეხლა ჩვენ რას ლაპარაკობთ რა ეგ რო არა მარტო სხვა ადამიანს კი არა იქ მომუშავეს რო უთხრა ის მსგავს ვერაფერს ვერ დაადასტურებს ამბობს რომ არ მიიღებს ალბათ ვერ დაადასტურებს არ მიიღებს ხო და მაგრამ იქნებ და კითხვები არ უჩნდებათ რომ თქვა აი რომ მუშაობ იქნებ რაღაცა არსებობს რაღაც ინტერესი რომელსაც ჩვენ ვერ ხვდები და ამას ისე ატარებ. ორე ანუ მაგაზე ხშენ მითი დაიწყე საუბარი რომ საპარლამენტო ცვლილებებია რა მოქმედება შევიდა მე მგონი უკვე კანონი რომელიც დაარეგულირებს უცხოურ გრანტებს და მისი მიღების წესს რაც სასწრაფოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენობის დასაცავად. რატო არის ეს მნიშვნელოვანი?
და რა მოყვა ქართული ნეოლიბერალური ფლანგიდან ამ ცვლილებას. ჩვენ მოვისმენთ და იმიტომ რომ ამასთან სახელმწიფო დაანოსა, ხელისუფლება დაანოსა, რომ ჩვენ ისეთ NGO-ებს, რომლებიც რეალურად ქართულ საქმეს ემსახურებიან, მათ სახელმწიფო გრანტს გამოვაყოთ. შესაბამისად, ვინც დაკარგავს სიტყვაზე ფრანგული ეს ორგანიზაციის გრანტს თუ სოროსის ფონდის გრანტს თუ ის კაი საქმეს ემსახურებოდა იმ დანაკლის ფინანსურ დანაკლის შეუსებს სახელმწიფო, ხო? ანუ იდეაში არის ძალიან კეთილშობილი და ისეთი ზრუნველი სახელმწიფოს იდეაზე დაშენებული ინიციატივა. მაგრამ ამას მოყვა სწორედ ამ ადამიანებისგან კრიტიკა, რომ როდესაც ხელისუფლება ჩვენ მოგცემს გრანტს, ის მოგთხოვს, რომ მათი ინტერესი გავატაროთ. ან თუ ქართული ხელისუფლება გრანტის მიცემის პირობებში გიქმნის შენ საფრთხეს, რომ მისი ინტერესების გამტარი შეიძლება გახდე. როგორ არ გიქმნის იგივე წინაპირობას, მაგალითად ფრანგული სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსება რაღაც ამერიკული NGO-სგან მიღებული დაფინანსება. როგორ შეიძლება იქ არ იყო ინტერესების გამტარი და იყო არა გაქვს. ის არის კეთილშობილი, ის არის ხო და უყურე ნდობა რაზე არის, ხო? რატო მაგალითად იყო რაც რიგითი ქართველი, რატო ენდობა მაგალითად სოროსის ფონდს? რატო აძლევს სოროსის ფონდი მას კეთილი მიზნებისთვის მას აქვს კონცეფცია ღია საზოგადოების ჩვენ მოდივართ დაახლოებული საზოგადოებიდან მაშინ ჩვენ ეგეთ რაღაცაზე უნდა შევ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სულელებზე და მათ სახელდებას ვახდენთ თუ მართლა ვლაპარაკობთ რეალური პრობლემის ირგვლივ რა შეიძლება არსებობს რაღაცა ესეთი კონსტრუქტი, იდეოლოგიური, მენტალური, სააზრო კონსტრუქტი, რომელსაც რა თქმა უნდა უამრავი სუსტი წერტილი აქვს, უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ რა კი ის ერთგვარად ეჩვენებათ, რომ აი ყვითელია, ესე იგი მრგვალია, ესე იგი ნეშ. ანუ ახლა ეს ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულად ეჩვენებათ, ისინი ამას ესე იჯერებენ. ხვდებით, რომ არა, რა თქმა უნდა, ანუ აი შედეგი რო დადგება, რაღაც შედეგი ხო დადგება და ეს შედეგი სახარბიელო არ იქნება, მაგრამ არა, აი ამ კონსტრუქციაში არსებობს კარგი დასავლეთი, ცუდი რუსეთი, რომელიც არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, მთელი ეს ისტორია ახლა უნდა გადავაფასოთ, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს შინაგანი კათარზისი და დენაციფიკაციის პროცესი, როგორც გერმანელებმა გაიარეს ნაციზმზე, ჩვენს ესე გვაქვს გასავლელი სოციალიზმი, გვაქვს მოსანანიებელი, იმიტომ რომ იმ დროში ვცხოვრობდით, ანუ მთელი რაღაც ტიპის საყრდენებს ეყრდნობა ეს შეხედულება და შემდეგ უკვე დანარჩენი ივსება, რა თქმა უნდა ის რაღაც დასავლეთი კარგია, იქ არ არსებობს ინტერესი, იქ არსებობს მხოლოდ ალტრუისტული ინტერესი. რომ აი დასავლეთი ცდილობს, რომ ყველა მიცხოვროს ბედნიერად და ყველა იყოს დემოკრატია. ხო და ანუ მაგას ვამბობ, რომ მაშინ ჩვენ ვაპარაკობთ სულელებზე. მე ხო, რა თქმა უნდა, რო ეკითხები, რომ კი მაგრამ მარტო უკრაინელი რატო გვხვდება ამ წმინდა ომში? მეორე მსოფლიო ომში რამდენი ეთნოს ცხოვრობდა წარმოგიდგენია საბჭოთა კავშირში. ეთნოსი არ არსებობს, ვინც იქ არ მოკვდა. ეს იყო საამულო ომი, ყველა მიომა. შენ გეუბნებიან, რომ არა, ეს სტალინი კიდე ცუდი იყო. იქ არის სხვა ის არა ქვია. იქ სიამოვნებაში დასავლეთმა იომა და იმ გლენდლიზი მოგწეს და შენ კიდე ანუ ჩვენ რო ვიომეთ, ეს იყო ცუდი ომი. ანუ სტალინმა იმდენად ცუდად იომო, რომ ჩვენ კიდე ბევრი დავიხოცეთ. და ნუ აი რაღაც ესეთი შეფასება ხდება. ამით ხდება ამ ისტორიის რაღაცა ჩანაცვლება და მთლიანად მორგება იმ რაღაცა დასავლურ ნარატივებზე, რომელიც არის არა დასავლეთის, არამედ ჩვენთვის. როგორც ერთგვარი რაღაცა კოლონიასო ცალკე ისტორიას დაუწერ რა, ამ გაგებით. ეს რაც ყველაზე მეტად არის გამაღიზიანებელი ჩემთვის არის აი ამ ტიპის მიდგომა, არა ის რომ შენ გაქვს ერთი წარსული. აი ეს ერთი წარსული სავსე აქვს მირობითაც, სავსე არის შეცდომებითაც, სავსე არის ტრაგედიით, გამარჯვებით, მაგრამ ეს არის შენი წარსული. აქ არ შეიძლება ეს ისტორია გადაყოთ. არსებობს მეორე მიდგომა, აგერ მე უკვე პარტია არის დაკავებული საქართველოს უახლეს ისტორიაში ვიღაცა სწორი წმინდანებს ვერ იტყვის, სწორი ადამიანების მოძებნით, იმათი გაფეთიშებით და ყველაფერი დააჩენოს და ჩაირეცხოს ესე ვთქვათ ადამიანებთან ერთად და ჩვენ მე იმ რაღაცა სწორ ფესვზე უნდა დავამყლოთ სწორი ყლორტი და მაგრამ ეს ექსპერიმენტი 2003 წელს ერთხელ უკვე ნახეთ და აბსოლუტური კატასტროფით დასრულდა. თუ საბჭოთა კავშირი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული ფუნდამენტური პრობლემები, დასრულდა და უკან იმას სინამდვილეში არავინ არ მისტირეს საბჭოთა კავშირში არავის არ უნდა პუტინსაც აღარ უნდა თორე აღადგენდა საბჭოთა კავშირს და დააბრუნებდა იმ იდეოლოგიას ხო ანუ რუსული იმპერიალიზმი ისე როგორც ყველა იმპერიალიზმის მიზნები არ იცვლება ის შეიძლება რაღაც წყობა და დინასტიები ესე ვთქვათ იცვლება მაგრამ ის სტალინმაც არ შეცვალა ხო ის სტალინი იმიტომ იყო ექსპრესიონისტი რომ დახვდა ეს რუსული იმპერიალიზმის საფუძვლები ესე ვთქვათ მზად
ხო და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე რომლის სამყაროს ხედვაც არის ხო და რაღაცა მართლა ვებგვერდების დონეზე მიღებულ წარმატებას მაგრამ მე რო გადავიდეთ აი ამ მედია საშუალებების როგორც ყველაზე და რაღაც ძალიან ხმამაღალი NGO-ების მაგალითებიდან ყველას და გადავიდეთ ცოტათი ეს თქო სახელმწიფო კრიტიკაზე იმიტომ რომ დრამატული არის ზღვარი ქართული ოცნების მმართველობის უკვე მე-13 წელია და პრაქტიკულად აი ეს ერთ წვრილ ხაზად შეიძლება გაევლოს სრული განსხვავება მის 2022 წლის თებერვლამდელ იმპოსტასსა და შემდგომ დროინდელს შორის იმიტომ რომ პრაქტიკულად მთელი მანამდე მმართველობა 10 წლის განმავლობაში ხო ეს იყო ნუ რაღაც ჩვეულებრივად გაგრძელება მანამდე და ყველანაირი მიდგომის ტრენდის კოჰაბიტაციის ესე ვთქვათ შიგნით ოპოზიციასთან გარეთ მის რაღაცა მოკავშირეებთან და იმ მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან პრობლემური მდგომარეობის რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში რომელიც წარმოუდგენელია როგორ უნდა ცხოვრობდეს ჩვენ ხო სიტყვაზე აი ამ რაღაცა ნარატივში ამ მიმართულებით ზურა არ არის ანუ ვთქვათ რუსეთთან მიმართულებით ჩვენ ვერ ხედავთ ვერანაირი ესე ვთქვათ დაახლოების ან რაღაც ტიპის ზურას მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ იმ დროს როცა რეგიონში გაჩაღდა ძალიან სერიოზული კონფლიქტი საქართველოს დაინახა რომ იცი რა არის მას ემუქრება ძალიან დიდი რისკი იმიტომ რომ უახლოეს ისტორიაში მას ეს გავლილია ხო და ამან გარკვეულწილად მოახდინა გამიჯნა მისი მოკავშირეების მხრიდან და სერიოზული ეჭვქვეშ დააყენა ის რაღაცა მიზანშეწონილობა თუ კეთილი განზრახვა რითაც შეიძლებოდა ქვეყანა რაღაც ავანტიურაში აღმოჩენილიყო ჩათრეული და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მთელ აი ამ ფაფაში არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომელიც ქართულმა ოცნების ძალისხმევით ესე ვთქვათ გახდა პრეზიდენტი მან რაღაც დროს ეს ფუნქცია ასრულა მაგრამ მაშინ როცა დადგა მისი მოღვაწეობის შუახანაში ხო მისი ვადის შუა პერიოდში დადგა ეს წყალგამყოფი ის აღმოჩნდა სხვა მხარეს ის აღმოჩნდა არა ქართული არამედ ფრანგი რეალურად ხო და ის ძალიან სხვა შორის ცოტა ისეთია რა დრამატული მოვლენაა რა ანუ ადამიანის იმას გადაიღებ რაღაცას რა ადამიანის რაღაცა ორმაგი ცნობიერება რომელთაც ცდილობს რაღაცა დაუბრუნდეს საწყისებს და თითქოს გაამთლიანოს ისტორია მაგრამ რაღაც კრიტიკულ მომენტში არა ის ბოლოს რჩება მაინც სასტუდიონ დაიბადა იმათ ესე ვთქვათ რა ხო და მის მაგალითზე შეიძლება ვნახოთ როგორი არის აი ეს მართვა აი როგორ ხდება მისი ეს პრაქტიკულად თანდათანობით გადაცურება იმ პოზიციებზე რომელიც ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება მის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს ხო ბოლოს იმისათვის რომ ის გაეძლიერებინათ ანუ სრულად დააინტეგრირდეს უკან ფრანგულ პოლიტიკურ კულტურაში ის გახდა მაკრონის პარტიის რაღაც ყრილობაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თუ რაღაც მაკრონთან დაახლოებულმა პირმა თქვა რომ წინააღმდეგობას აქვს არა რაღაცა ვისა თქვა ნელსონ მანდელას სახე კი არ აქვს სალომე ზურაბიშვილის სახე აქვს იმედან ტეილორ სვიფტივით ჩაიყვანეს ხო იმისათვის ეს არის აი აქ მართველი დასუსტებოდა და ირანის შაჰთან რო ჩავიდა და იქ რა ახალი ხალათით ჩამოვიდა და ხო იცი ჩვენ ხო მოდი სულელებზე აღარ ვლაპარაკოთ, იმიტომ რომ მაყურებელსაც პატივიცე. ჩვენ ხო გასაგებია რა სალომე ზურაბიშვილი რო ჩადის მართლა როგორც პოპულარსკლავი ამ რაღაც ყრილობაზე და მის სახელს სკანდირებს იქ ისეთი შეკრებილი ფრანგული აუდიტორია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეალურად ვინაა საქართველოში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რა უკეთებია საქართველოში პრეზიდენტობის დროს, სალომე ზურაბიშვილი ვინაა საერთოდ. მაგრამ ამ სცენას რო გვიდგავენ, ჩვენ ხო ძალიან კარგად ხვდებით, რომ რა პოლიტიკურ სვლას ემსახურება ეს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში არანაირი ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ის ლეგიტიმაციაც რომელიც მას ამოჩეულო მიანიჭო იყო ქართული ოცნების და ბიზნეს ივანიშვილის მიერ მინიჭებული, იმიტომ რომ ისინი დაუდგნენ მას გვერდით და პირველ ტურში ვნახეთ სანამ სალომე
თავისით იყო მარტო წარმოდგენილი რომ გრიგოლ ვაშაძემ მოუგო ანუ კაი მოუგო ეხლა ანუ ზუსტად დაჭდა უყურე ეგ იყო პირველი შემთხვევა როდესაც გაჩნდა ბზარი რომ ნაცები შეიძლება დაბრუნდნენ იმიტომ რომ ეხლა 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ქართულმა ოცნებამ 2012 ეხლა მაგრამ მე გული აზრდება ის რომ გაწყვეტინებ რომ აი ესეთი დრამატული მოვლენები მე სათანადო შეფასების გარეშე ისევე როგორც აი ხო გეუბნები ისევ რომ წავიდა სქესზე და ვოუქიზმზე და ლაპარაკი მე ამ ინტელექტუალებმა ხო მე აი სხვა შორისად გადააბალახეს ხო რა არიცოდით კაცო და ამ დროს აი როგორი დრამატულია ხო რომ ერთის მხრივ შენ ცდილობ ისტორიის გაეფრთხილებას მართლა დასავლეთთან დაახლოებას მოკავს სალომე ზურაბიშვილი რომელიც ახლა მართლა ვინ არის ეს მიამიტი რა ცხადია სწორედ იმიტომ მოგთხოვს რომ ეს ღრმად არის იქ ერთი ფესვი იქითაა გადგმული და მაინც რახან საქართველოს უკავშირდება გინდა აი ამის ინტეგრაციის გაღრმავება ხო მაგრამ ეს 2018 წელია მშვიდობიანი პერიოდი და შენ აი ამ ნაბიჯის გამო ამ უშუალო სიტყვებით ამ ქალს გიგინებენ ანუ საერთოდ არაქართულად იქცევიან ხო ეს ქალის გიგინება ლანძღვა და შენ ხარ რუსეთური თან სალომე არის რუსეთის აგენტი ამ პარალელურად რომ ერთხება რუსებს დემოკრატიის თავი იმპორტია და ამას ოპონენტად უსვავენ რუსული კულტურის ადამიანს რომელიც არის მედასავლეთის იმიტომ შეხარბენ აი ის დრამა 2018-ის ეხლა ყოველას თვალი აქვს დახოჭული არავინ ძნელია ამაზე რეფლექსია ამ გადასახედ ეხლა ხდება სალომე ვარსკვლავი მათთვის აი სრულად გავარსკვლავებული და შენ მაინც რჩები რუსეთურად ხდები? კი, რა თქმა უნდა. როცა მოყავს შვეიცარიული კარიერით მიხეილ ყავალაშვილი. კი ბატონო. უყურე კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც მსგავს ნარატივებს გავრცელებაში გავრცელებს არეალში არიან წარმოდგენილი, ვისაც ხედავთ, ვისიც გვესმის და ასე შემდეგ. მან დგას ძალიან მარტივად საკითხი რა ესენი არიან ან პირდაპირ ჩართულები ამ სქემაში და შესაბამისად ამისთვის დაფინანსებული და მათი საჯაროობა არის დაკვეთა რომ ასეთი იყოს მეორე შემთხვევაში არიან უბრალოდ იდიოტები იმიტომ რომ უყურებ არის რაღაცეები არის ცნებები რომელსაც ვერ შეცვლი ისე რომ დღეს ერთი იყოს და ხვალ მეორე ანუ ცნება მოღალატე და სხვა ქვეყნის აგენტი შეუძლებელი არის რომ შეიცვალოს ისე რომ უცებ ეს გახდეს დემოკრატიის მთავარი შემომტანი და გამავრცელებელი ქვეყანაში. როდესაც სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ რუსეთის აგენტს და რეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი თუ დღეს განაგზობს პოლიტიკაში ყოფნას, ვინც ასეთად მოიხსენებოდა, ის კვლავ უნდა რჩებოდეს ასეთად. იმიტომ რომ რეზიდენტურა არ იცვლება და აგენტი მაქსიმუმ გახდეს სხვა ქვეყნის აგენტი. შესაბამისად ჩვენ ვუყურებთ ამ საზოგადოება მიჭირს ხოლმე რომ დავარქვა მიკროსოციუმებს, რომლებიც ის კი არა საკუთარ ღირებულებებში არიან ჩამოყალიბებული, ანუ ავრცელებენ ისეთ იდეას, რომელიც თავის თავში არის ოქსიმორონი. ანუ შენ როდესაც ამბობ მაგალითად რომ ვიღაცა არის რუსეთის აგენტი და შემდეგ იმის გვერდით და იმის თანამებრძოლი და იმის წინწაძღოლით გინდა რომ ხელისუფლება შეცვალო ან ხარ როგორც დასწრებული ან იდიოტი ხარ ან შენ დაკვეთა არის ასეთი ან მესამე გზა აქ არ არსებობს რა უბრალოდ. როდესაც შენ ამბობ რომ deep state მოიგონა ქართულმა ოცნებამ და ის რეალურად არ არსებობს, ნუ აგრეთვე ხარ აბსოლუტური იდიოტი ან ასრულებ ხო, იცი, მე გესახსენებ რომ ჩვეულებრივ დროს აი ამ თემებზე ლაპარაკი და ამის გამიჯნა რომ იცი არსებობს ქვეყნის ინტერესი, იმიტომ რომ მაშინ წინ სწრებით აი ამ დასავლურმა საყარო ამ კითხვასაც გასცა პასუხი. მან თქვა რომ ყველაფერი კარგი არის დასავლური და შენ იმდენად გახდები კარგად რამდენადაც ამას წყაროს მიეახლები ხო ამიტომ ეს დასავლური ინტეგრაცია აპრიორი გამოცხადდა ანუ კითხვის დასმაც რომ არ შეიძლება და ისეთ სიკეთეთ და შესაბამისად თუ კი შენ გიტყვი რომ იცი არა იყო შეიძლება რაღაცა ქართული იყოს არა ანუ ის რაც არ არის დასავლური ეს არის უკვე რუსული ანუ ჩვენ საქართველოსთან კეთდებოდა ერთგვარი ანტირუსეთი და პროდასავლეთი ანუ მხოლოდ ორი გზა გაქვს ამას შენ ვერასოდეს ალბათ ვერ შეცვლიდი აი პარადიგმას აი ამ ტიპის მიდგომას იმიტომ რომ ეს იყო ესე გამჯდარი რომ არსებობს მხოლოდ ორი მეტი ვერაფერი ვერ იარსებებს ერთადერთი ფაქტორია ეს ტექტონიკური ძორა იყო სწორედ ეს ომი რამაც ხელშესახები და თვალსაჩინო გახადა თუ სად გადის აი ზღვარი რა და დღეს ჩვენ ვხედავთ 3 წლის განმავლობაში სწორედ ამ პოლიტიკას რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთის მიმართულებით მაგრამ მოხდა აცდენა გაყოფა იმ მიდგომებში რაც რა პოლიტიკას აწარმოებს დასავლეთი და რა გზაც აირჩია საქართველოს
ანუ ეგეც ხო ძალიან მარტივი მოცემულობაა რეალურად რა. ისეთ მარტივად გასაანალიზებელ საკითხებზე გვიწევს ხოლმე ჩვენ რაღაც ბევრი ვიფიქროთ და სხვადასხვანაირი მსჯელობა გავშალოთ, რომ ცოტა მე აბსურდული ხდება ხოლმე რა კამერის მიღმა საუბრებში. მაგალითად ანუ რის გამოც ამბობენ რომ ჩვენი ხელისუფლება არის რუსული, ანუ ამას ხო არანაირი საფუძველო რეალობა არ გააჩნია. ჩვენ ხო ლაპარაკობთ აბსოლუტურად მოგონილ ბრალდებაზე, რომელსაც ვერაფერი ვერ აძლევს სიმყარეს გარდა ისტერიისა. ანუ ისტერიულობა არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც შემდეგ მე ემატება რა თქმა უნდა ქვეყნის გარე ძალები, რომლებიც ხშირად დაასხამენ ხოლმე ამ ნარატივზე წისქვილს, იმიტომ რომ ეს ნარატივი არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ არის გარედან მართვადი, ასეთ ხელისუფლებას deep state-ისთვის საჭირო არის, რომ ასეთ ხელისუფლების დემონტაჟი მოხდეს. შესაბამისად, ანუ ერთი მაგალითი მაინც თუ გახსენდება, სადაც აი რაღაცა კონკრეტულად შეიძლება მართლა ეცადო, რომ გააანალიზო, აი ეს გადაწყვეტილება, ან რაღაც ეს ინიციატივა მართლა ჩრდილოვან იმას ჰაერს ხო არ უბერავს. ან ამერიკის მიერ იმპლემენტირებული კანონის მიღებაზე გეუბნებიან, რომ შენ ამას რუსულად აკეთებ და რუსულ კანონს იღებ. რა ვიცი, აქციის ევროპული წესით და მიდგომით დაშლაზე გეუბნებიან, რომ შენ რუსული სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარე. ქვეყნის სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ და გეუბნებიან, რომ შენ რუსეთის მართული ფიგურა ხარ. სადღაც ხო შეიძლება ჩვენ რაღაც ლოგიკაც კონდეს პრეტენზია იმაზე, რომ საპირისპირო მხარესთან ლოგიკა ვეძებოთ რა. ანუ იქნებ რაღაცა არგუმენტი ჭირდებათ, თორე ისე შეცდომაში არიან შეყვანილი. ანუ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ეს არის პირდაპირ დაკვეთა, იმიტომ რომ შენ რაღაცაზე რომ გიწევს, რომ თქვა, რომ ეს არ არის მიკროფონი, არამედ წინ მე მიდგას რა ყანწი, რომ მე მოგიწევს რა, რომ აბრაო ყველანაირად, როგორც შეგიძლია უბრალოდ ფაქტი არა გაქვს შენ იმისთვის, რომ უცებ მაგაში სასწაულს ვერ ჩაასხავ და ვერ და. შენ გაქვს განსაზღვრული როლი, ანუ ნახე იმ პერიოდში, როდესაც დღემდე მიმდინარეობს ვაჭრობა რუსეთთან. დღეს ეხა კიდევ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იცი აი არ შეუძლია რუსეთთან მთლიანად გაზის იმპორტი გაჩერდეს, უბრალოდ ვერ იმუშავებს ევროპა. აღარაფერს ლაპარაკობ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მოლაპარაკების პროცესზე, ერთ დღეში შემოტრიალებულ მიდგომაზე, მაგრამ შენ როგორც კი, ანუ შენ ყავს აქ კოლონა, რომელიც აი მართლა რაკის სახელია, ხო ეს watchdog-ი, არის მოდარაჯე ძაღლი, რომ შენ ის კონცეპტუალური ჩარჩო რაც განგესაზღვრა, რომელიც გაფორმდა 2008 წელს და რომელშიც მართლა აი პირველ რიგში აი ამ ტრის ხატის შექმნაში, კონსტრუირებაში, ტრისგან კიდევ ტრის ხატს რო შექმნი, ხო ამის კონსტრუირებაში ლომისწრული აქვს, ხო მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ უკვე აი ამ პარადიგმის დანერგვაში, რომ საქართველოს უნდა იყოს ანტირუსეთი აუცილებლად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაცა იქ რაღაც ტიპის კავშირი, ჩვენ შეგვიძლია ცალმხრივად კი გავხსნათ, რომ ვაჩვენოთ იმათ, მაგრამ არა, იქ უნდა იყო რაღაცა ეს შეურიგებელი და მე ეს სანამ ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას დარბილდა, მაგრამ როგორც კი დაკარგა ხელისუფლება, როგორც ოპოზიციონერი იმ წუთშივე ძალიან აქტიური გახდა, ხო რაღაცა ამ ანტირუსული ისტორიით, იმიტომ რომ ეს არის შენი ფუნქცია. როგორც მწყემსი ცხოვრობს რაღაც თავის საძოვარზე, ხო ცხოვრობს რაღაცა ქოხში, გარეთ არის ცხვარი. მაგრამ აი ამ პერიმეტრზე დგას ეს მოდარაჯე ძაღლი სწორედ, რომლის ფუნქცია არის, რა თქმა უნდა, იმას პირდაპირ სუნიაზეა დაგეშილი მგელზე, ის უნდა ეცეს, იმიტომ რომ იქ რო წყებს იწევს, ის კიდე უფრო დაცული იყოს, იმიტომ რომ თუ ეს ძაღლი არ იქნება აქ მოდარაჯე საზღვარზე, ესე ვთქვათ, ხო? პირდაპირ მისი იერიშის მოგებიერება ამ წყებს თავად თვითონ მოუწევს. მაგრამ ეს არის როლი, რომელიც შენ აქ ყურიძეშია განსაზღვრული და შეთაკებაში, როგორც ჯეკ ლონდონის მოთხრობებიდან ვიცით, ხშირად იყუბება კიდევაც ეს, მაგრამ ეს არის მისი ფუნქცია. სამაგიეროდ შენ ცხონდები. ბიძინა ივანიშვილმა რომ ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში არ აომა და საქართველოს არ გადაიქცა პოლიგონად, ეს იმ ადამიანებისთვის საუბრობ, არის რუსული ხელისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენ ომის დასაწყისში აქტიურად ვადევნებთ ხოთვალს რა ხდებოდა ქართულ აქტივიზმში. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკის, ბრალდების, შეურაცხყოფის ხაზი იყო ის, რომ როგორ ბედავთ და სათანადო დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული წილი დახმარების ჩვენ ყველაზე დიდი გავეცით უკრაინისთვის, არ უწევთ ჩვენს უკრაინელ მეგობარ სახელმწიფოს.
ან რეალურად ჩვენ ადამიანები გვეუბნებოდნენ რატო არ ერთვებით ომში და ვიღაცებმა ხო ეს პირდაპირ თქვეს რომ მაგალითად ნინო ლომჯარიამ რომელიც სახალხო დამცველი იყო პირდაპირ აგენტი იყო და გამოაშკარავებულმა აგენტმა ღიად და დაუფარავად თქვა და ამაზეც შენ სახელდების და შეფასების ნაწილზე ვსაუბრობ ამასაც ხო არ მოყოლია რეალურად ანუ ადამიანი გამოვიდა საჯარო ფიგურა და თქვა რომ იმ სირცხვილს რომელიც არის უკრაინისთვის მათი წარმოდგენით საკმარისად არ გაწეული დახმარება ჯობდა რომ რუსთაველზე ბომბები ჩამოცვენილიყო. ანუ ეს ხო არ არის ინტერპრეტაცია, ეს ხო ამ ადამიანმა თავის პირით წარმოთქვა. იმ ადამიანმა რომელიც აგრეთვე ამ კონკრეტულ მიკროსოციუმებში არის აღქმული როგორც დასავლეთის რაღაც უპირობო ხმა რომელიც აგრეთვე არის ძალიან აქტიურად დაფინანსებული სხვა დასავლურთო ამერიკული ორგანიზაციებისგან და რომელიც წარმოადგენს ღია აგენტურას საქართველოს. ეს გაცხადებები იმ დროინდელი ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ერთის ხრივ ლაპარაკია, როდესაც ლაპარაკობთ, ისინი ლაპარაკობენ, რომ აი იცი ჩვენ მხარე უნდა ავირჩიოთ, რომელ მხარეს ვართ და როგორ შეიძლება იყოს რუსეთის მხარეს, მაგრამ პარალელურად რო ეუბნები რომ ეს გესმის ჩვენ რას ნიშნავს? არავინ არ გემუქრება ომით, არსად არ ყოფილა ომის განცხადება, არავინ არ გთხოვდა შენ ომში ჩართვას, სადაც რუსეთს არც აქვს თავი რომ დაგესხას, პარალელურად ისმენ ამ ტიპის განცხადებებს, რაც არის წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი და ეს სპეციალურად კეთდება იმისათვის რომ სპენდელში მოხდეს დაბნევა რომ უი კი, მაგრამ ეს ანუ შენ გამოდის რომ გლაპარაკობ გამოგონილ საფრთხეზე ერთის მხრივ, თან საფრთხეს იგონებ და თან კიდევ ამავე დროს შემდეგ აი მოგონილ საფრთხეს ვითომ ესე რაღაც ანეიტრალებ. ამგვარად ჩანს. ანუ მათ იმაში რა ქვია პროპაგანდულ ნარატივში ეხლა ალბათ ყველაზე ისეთი მკაფიო მესიჯი რაც არის ისტორიის სწორი მხარე, ხო? რაც დაბრენდეს რომ ისტორიის სწორი მხარეზე ნაკვეთი ამათ აქვთ აღებული და ჩვენ დარჩენილი ვართ ამ ისტორიის არასწორ მხარეს, ხო? და ასეთად პოზიციონირებს მთელი არსებული აქტივიზმი და პროტესტი დაწყებული პოლიტიკოსი ნაცებისგან დამთავრებული რიგითი აქტივისტებისგან თუ საშემო ქმედო სივრცეების დოიცკი, რომელიც აღარ არის უკვე ასოაბარ ბიძინა ივანიშვილის მიერ და ქართულ ფონდის მიერ დაფინანსებული და აღდგენილი რესტავრირებული და სიცოცხლე შეძენილი თეატრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ისიც კი თავის განცხადებაში ამბობდა, რომ იქით ნუ ხართ, მოდით აქეთ, ხო? და ანუ ეს აქეთ და ეს ისტორიის სწორი მხარე, რაც არის უბრალოდ რა ფასადური პროპაგანდისტული სლოგანი, იმიტომ რომ ანუ ეს არის მხარე მაშინ სადაც დგას რუსეთის აგენტი რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ თავად ეძახდნენ ამას. ეს არის მხარე მაშინ რომელიც მოითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, იმიტომ რომ ასეთი წარმომადგენლობა ყავთ მათ ნოლმჯარია ვახსენეთ და თუნდაც ეგეც არის საკმარისი. ეს არის მხარე სადაც დგანან ნაცები, როგორც თავარი პოლიტიკური ერთეული და თეორიული ჩამონაცვლებელი, რომ ამათ წარმოდგენაში რევოლუცია ოდესღაც მოხდება. მაგრამ არც რუსები არიან, არც ნაცები არიან, მით უმეტეს რაღაც არც დაპირისპირებას და შუხს და სიძულვილის ენას ესენი არ ავრცელებენ და ის პაახოდ დგანან ისტორიის სწორ მხარეს. ან ჩვენ ესეთ იდიოტიზმზე გვიწევს რეფლექსირება. ან ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ისეთი, რომელიც საკუთარ თავთან იდეურად იმდენად შეუთავსებელი არის, რომ შესაბამისად ის შეუთავსებელი არის ქართულ კულტურასთან. და ადრე თუ გვიან როგორც სხეული იშორებს, რაც გარეშე ხიჭვი იქნება თუ რაღაც ბაქტერია, მოუწევს ამ ქვეყანას, რომ და სხვა გზა არც იქნება, რომ ყველაფრის სახელდება მოახდინოს ისე, რაც ემსახურება მაგალითად საკამოძიებო კომისია, მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაწილია, რომ ვიღაცა თუ სახურობდა იმ ისტორიის სწორ მხარეს, რომელიც რეალურად არის ისტორიის ყველაზე მავნებლური და არასწორი მხარე, მათ აღარ ქონდეთ ეს საჯაროობა, ის საჯარო სივრცეში ჩართვის და იქ მოქმედების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ თუ ლაპარაკობთ რომ მართლა სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი, სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა იყოს აშენებული ტყუილზე და სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა იყოს რევანში.
და მოქალაქო საზოგადოება არ უნდა უდრიდეს სამოქალაქო ომს. კი ბატონო, ხო, რევანში არ უნდა იყოს. და არა, რევანში კიდე სპეციფიური თემაა, ანუ რაღაცა იყოს სხვანაირად და შემდეგ უკან, მაგრამ რევანში ამ შემთხვევაში არის ისევ იმ ხარეს გადათრევა რა, ანუ ისევ ჩემთვის თავარი რა არის ამ ფუნდამენტური მოვლენია, რომ სამყარო ჩვენთვის განსაზღვრული არის რაღაცა სურათი სამყაროსი, რომელიც ჩვენ მოგვარგეს და შენ აი ამ პრიზმაში უნდა უყუროს სამყაროს. იქ რომ შენ გაგიჩნდეს კითხვები, რომ შემთხვევით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს ემანუელ მაკრონი ქმნის ხალათით ფიგურად. თვითონ ვისი შექმნილი ფიგურა არის, რამდენად დამოუკიდებელია თვითონ, უკან რა ქსელი არსებობს, ანუ იმიტომ რომ შენ გაინტერესებს ინტერესი, ხო როგორც ყველა დეტექტიურ გამოძიებაში, გაინტერესებს რომ მიყვი ამ ინტერესს, იმიტომ რომ ერთის მხრივ შენ გაქვს აი აქ მოცემულობა, შენ ხვდები რომ აი შენგან მოითხოვება რაღაცა ტიპის რიტორიკა, განცხადების პოზიცია, რაც გიზრდის რისკს და შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ შარში რომ ჩვენ წინა საუკუნეებში ძლივს გვაქვს გადატანილი ბევრი. სხვა შორის ის 100,000 ქართველი იმიტომ ეწამა და ჯალედინიც იმიტომ შემოვიდა საქართველოში რომ რა გთხოვა, რა გონია. მონღოლებისგან იყო დევნილი და ომში ჩართვა გთხოვა და ჩვენ ვთხარით არ გვიდა, ნუ მაშინ ძვირად დაგვიჯდა და ყოველ ჯერზე ადამიანი ან იბრძვი პირდაპირ მტრის წინააღმდეგ, ან იბრძვი სხვის წინააღმდეგ, რომ არ აღმოჩნდეს იმ მტრის წინაშე პირისპირ. ეს არის მოკლედ ქართული ხედვით და ჩვენ გავდივართ, არ ვიცი ისტორიის სწორი და არასწორი რა არის, მაგრამ ჩვენ გავდივართ ისტორიის მორიგ ფურცლს ჩვენ მრავალ 1000 წლიან ისტორიაში და აი ამ თაობის და დღევანდელი მოქალაქეების და მაცხოვრებლების სიბრძნის და გამოცდილების შედეგი იქნება ის, რასაც მივიღებთ, ისევე როგორც აგერ ჩვენ თვალწინ ბოლო თუნდაც 30 წელი რო აიღო ამრავი შეცდომა და სხვა ამრავი რამ გვაქვს ნახი ხო. მადლობა ბაჩო ამ თემაზე ლაპარაკისთვის, დღეს სტუმრობისთვის. აღდგომამდე ეს იყო ბოლო გადაცემა, ჩვენ დაბრუნდებით შემდეგ კვირაში უკვე აღდგომის შემდეგ და ამიტომ წინასწარ გილოცავთ ქრისტიანს. ნახვამდის მრავალ აღდგომას.